გიორგი ჩიკვაიძეს არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარ სასამართლო პროცესზე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენება მიეცა, როგორც კი ბიზნესმენმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მასთან ციხეში შეაგზავნეს ფსიქოლოგები და ამ ფსიქოლოგების უკან კი რეალურად ივანიშვილების ოჯახი იდგა, რომლებიც ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენება მიიღოთ ჩიკვაიძისგან და მას ხელი დაედო შტატებზე, რომელიც იტყოდა, რომ სწორედ ამერიკიდან ფინანსდებოდა და ამერიკა ავალებდა ჩიკვაიძეს მიმდინარე საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ამასთან დაკავშირებით საუბრობდა ჩიკვაიძე, მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა პროკურორმა, საბოლოო ჯამში კი მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ყველაფერი გააკეთა საიმედოდ, რომ ჩიკვაიძე საკუთარი სასამართლო სხდომიდან გაეძევებინა. გიორგი ჩიკვაიძე დღევანდელ პროცესზე მოიყვანეს სიეტილით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მან ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობა საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის შეწყვიტა საიმედოდ, რომ ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის საქმეზე დეტალურად მიეწოდებინა სასამართლოსთვის, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ჩიკვაიძე სავარაუდოდ ისარგებლებს საბოლოო სიტყვით და ამ შემთხვევაში უკვე მას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია და რეჟიმის მხილება სწორედ სასამართლოს დარბაზში გააგრძელოს. იზა კელენჯერიძეს დღეს სასამართლო დარბაზის დატოვება მოუხდა შეძახილებით მონა 30 ერთხლად გაყიდული მურუსიძის მონა. ეს იყო შეძახილები გამომდინარე იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ჩიკვაიძის გაძევებას, შემდეგ კი გიორგი ჩიკვაიძის დედის გაძევებას მოჰყვა. მეცხრამეტი შიმშილობის დღე გამეცნე როგორც ფსიქოლოგები, მათ განმოუწეს ბატონი ივანიშვილის შემონათვალი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა მეხილებინ ამერიკის საელჩო, თითქოს ისინი მავალებდნენ აქციების ორგანიზებას და არაკანონიერ წოდებებს და მეორე მითხრეს ვექა ხო იცი რომ ჩვენ ხელში ხარ და თხოვდნენ აღიარებას დანაშაულის, რომელიც არ ჩამოვიდნენ. ყოველ რომ ვაღიარებ დანაშაული, რომელიც არ ჩამოვიდნენ და გადაკელილი სამოქალაქო საქმე სისხლის სამართალში, რომელსაც თქვენ აი ესე უტიფრად იძიებთ და მოსამართლეობთ სამოქალაქო საქმე სისხლის სამართალში. გიორგი გადაძევს ხმის დარბაზიდან კიდევ ერთხელ სასამართლოს შეუგაზრდობის ფაქტს. 30 ერთხლად გაყიდულ იზა კელენჯერიძეს და 30 ერთხლად გაყიდულ სასამართლოს მე არაფერზე გულს არ ლევი დედაკაცი და ამისთვის პასუხს აგერა. კოლეგო, მურუსიძის მონა! იუდა, მე თვითონ გახარ, შეხარ იუდა, გაზევებული ბრძანდება. ბატონო. გიორგი ჩიკვაიძემ დღეს სამი შუამდგომლობა დააყენა მის სასამართლო სხდომაზე. პირველი შუამდგომლობა შეეხებოდა იმ ადამიანების მოწმის სახით გამოკითხვას, რომლებიც გიორგი ჩიკვაიძეს სახლში შეეჭრნენ და მისი ელექტრონული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. მეორე შუამდგომლობა შეეხებოდა იმ პირების გამოკითხვას, რომლებმაც ირაკლი პაპიაშვილის მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს და მიზანმიმართულად გიორგი ჩიკვაიძის განმარტებით დააზიანეს ბიზნესმენის ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობა და ასევე საქმისთვის დაართვას იმ მტკიცებულებების, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო, თუმცა არც ერთი შუამდგომლობა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ არ დააკმაყოფილა. პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ ცხადია კითხვები ჰქონდა ელბილბიგის წარმომადგენელთან, იმ კომპანიის წარმომადგენელთან, რომელსაც რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენი ალექსანდრე ივანიშვილთან კავშირებში ხშირად ამხელს ხოლმე, რადგან ამაზე საუბარი დღესაც იყო, თუმცა ადვოკატმა, რომელიც სწორედ აი ამ კომპანიას წარმოადგენს, კატეგორიულად უარყო, რომ რომელიმე ბიზნესმენმა შეუგზავნა ან ივანიშვილების დავალებით შეუგზავნეს კონკრეტული წარმომადგენლები გიორგი ჩიკვაიძეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ. მანვე გამომაძევა. გააძევა 30 დღის ნაშიმშილარი პატიმარი, ერთს მიჯაჭვული. არც ერთი შუამდგომლობა მას არ დაუკმაყოფილა და გიორგიც გააძევა და მეც გამომაძევა და აღარ მაქვს უფლება დავესწრო ჩემი შვილის შემდგომ სასამართლოებს. ბიზნესმენებთან კავშირების გამო ძალიან ხშირად აფიქრებს ხოლმე გიორგი ჩიკვაიძე, რომ სწორედ ამის გამო იდევნება. რა პასუხი გაქვთ? გამორიცხავთ, რომ ვინმე შეუგზავნა მაგალითად ალექსანდრე ივანიშვილს? ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია, ვინაიდან ამ საქმესთან მხოლოდ ჩიკვაიძე საუბრობს ამაზე და ჟურნალისტები წარმატებით იტაცებენ ამ ფრაზებს. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი შემხებლობა არავის ამ საქმესთან არ აქვს და არც ერთი მტკიცებულება დღეის მდგომარეობით დაცვის მხარეს წარმოქმნილი არ აქვს, რომ დაირღვა ბრალდებულის უფლება ან რაიმე დაცვის მტკიცებულება წარმოქმნილი არ აქვს სასამართლოში. რაშიც შეზღუდულები არ იყო. დაცვის მხარის მიერ წარმოქმნილი არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
შესაბამისად გარკვეული ემოციური ფონიდან გამომდინარე გიორგიც გაძევებული იქნა სხდომათა დარბაზიდან. მას უნდა მიეწოდებინა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. რეალურად ამ შრომღოლობებით იკვეთებოდა თუ როგორი გარკვეული გავლენები ხდებოდა გიორგის მიმართ. ის აცხადებდა სასამართლო პროცესზე განაცხადა თუ როგორ განხორციელდა მასზე გარკვეული ზეწოლა პენიტენციურ დაწესებულებაში. დაცვის ხარემ მოითხოვა გარკვეული შრომგონოების საფუძველზე დამატებით მოწმეების დაკითხვა. მიუხედავად აღნიშნულისა, არც ერთი მოწმის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ წარმოუდგენია, მათ შორის არც სახელი და გვარი. ხარემ ვერ დაასაბუთა წარმოდგენილი შრომგონობით კონკრეტულად აღნიშნულ პირებს, თუ რომელი პირებზე იყო საუბარი, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ არ იყო დაფიქსირებული, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ შემთხვევაში ჩვენ სისხლის სამართლის საქმესთან. გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო მსჯელობას 29 აპრილს ზუსტად 11 საათზე განაახლებს. ამ სასამართლო სხდომაზე უკვე ჩვენება უნდა მისცეს კიდევ ერთმა ბრალდებულმა ირაკლი პაპიაშვილმა. ისიც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს, როგორც დღეს დაგვიანონსა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორც ამას პაპიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე ამბობენ, ფინანსურმა პოლიციამ უკვე გაანადგურა მასში, როდესაც ელექტრონული ტექნიკა, რომელიც შრეკის შედეგად ამოიღო, მიზან მიმართულად დააზიანა.